ქრისტე აღრამ ერთი ციკლით სიკვდილისა და მგონური და საფლავებში ცხოვრების მომენტი ჭეშმარიტი მაგნეტა ჩვენმა მეუბნები და ყოველ მწმენისა დედისა და ბაბისა და ბაჩენოსა მამათა ჩვენთა და წმინდა მემელსაცხებლად და დედათა მარია მაგდალინელისა მარია კლეოპასის სალომეს იოანასი მარიამისა და მარიამის სუსანასი და სხვათა მართლისა იოსებ არიმათელისა და ნიკოდიმოსისა კეთილსახურისა მეფისა ჩვენისა თამარისა და ველმოწამის ერთმე გაენათელი მიტროპოლიტისა და ველმოწამე იანვარ ბენივენდოს ეპისკოპოსსა და მის თანამოწამეთა სოსე და პროკლედიაკონთა რომელიმე ქალაქი ოტილიო ვეტრიქი და აპოსტიო დიაკონთა და ფავსტო და მისიდერი კლირიკოსთა და მოწამეთა თეოდორე პერგიელისა და ლევისადისისა ფილიპიასი დიოსპორესი სოკრატესი და დიონისესი და მოწამეთა დედოფლისა ალექსანდრასი და ისააკისა აპოლოსისა და კოდრატესი და მაქსიმიანე კონსტანტინოპოლის პატრიარქისა რომელთა ნახსენებას ავასრულებთ ჩვენ დღეს და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ ანასი და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალეს და გვაცხოვდეს ჩვენ ვითარცა სახელს და გასწმოგვარე ამინ ქრისტე ასაფრეთი სიკვდილთა სიკვდილისა თანურველი და საფლავები შინათა ცხოვრების მიმიჯებელი ქრისტე ასაფრეთი Dankurveli da saplavები შინათა ცხოვრების მიმიჯებელი ქრისტე ასაფრეთი სიკვდილი და სიკვდილისა დამკვირვებელი და საფლავები შინათა ცხოვრების მიმიჯებელი შეგეწიოთ ყველას ამგარი მაცხოვარი ღმერთმა გიშველოს ყველა ჩვენთანაც ღმერთმა დაგლოცოთ და გაძლიეროთ თქვენს ოჯახებს არ მოაკლოს თითოეულ თქვენთანაც და თქვენს ოჯახებს არ მოაკლოს ღმერთმა თავისი წყალობა ქრისტეს აღდგომის შედეგი არის ის რომ ჩვენს ღვთის მადლი და სული წმინდაც მათ შორის რომელიც მოვიდა მე აღდგომიდან 50 დღეს მოეფინა სამყაროს და ის ძალმოსილება მის ახალი აღთქმის ეკლესიას და ის უფლებამოსილებას და ის ხელმწიფება რასაც ქვია მის ახალი აღთქმის ეკლესიას რომლის საშუალებას და რომლის ნაყოფებს და საშუალებებს ჩვენ ყველანი ვიყენებთ და ყველა ის ქრისტიანი გამოიყენებს ვიდრე ეს დედამიწა ამ ფორმით იარსებებს ანუ ეს ჩვენ ქრისტე თავისი მოსვლით თავისი ჯვარზე ასვლით და სიკვდილით და აღდგომით ეს საშუალებები მოგცა, რათა ის პერსპექტივა, რაც მოიტანა ქრისტემ ჩვენი განვითარების მარადიულ წუთისოფელში კი არა, მარადიულ ცხოვრებაში ზოგადად და არსებობაში, ყოფიერებაშია რა, აი ეს ინსტრუმენტები ჩვენ აქ და ამჟამად გამოვიყენებინოს. ვინ როგორ ვიყენებთ ეს სხვა საკითხი და სხვა თემა არის, მაგრამ ჩვენ ეს საშუალებები გვაქვს. რო არ გქონდეს სხვა მძიმე მდგომარეობა იქნებოდა გაცილებით, ვიდრე გვაქვს და არ ვიყენებთ. ეხლა რომელი მძიმე არის კიდე საკაცმა არის ის, ესე იგი არ გაქვს გინდა გამოყენება და არ გაქვს და ამ დღეში ხარ, თუ გაქვს ამდენი რაღაც გააკეთა ქრისტემ ჩვენთვის, ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი გამოხსნისთვის და არ ვიყენებ. ან ჩემი უმეცრების გამო, ან სიზარმაცის გამო, ან თავისი მიზეზის, რამდენი მიზეზის არის, რავი, რამდენი მიზეზია და ადამიანს უნდოდეს და რა პრობლემა არის, გამართლებას ყოველთვის იპოვებს. რომელი უფრო მძიმე მდგომარეობა არ ქონა ამ ყველაფრისა, თუ ქონა და იგნორირება ამ ყველაფრისა. მეგონი იგნორირება უფრო მძიმე მდგომარეობა არის, ვიდრე არ ქონა. აქ ქემაიც ობიექტური მიზეზი და გარემოებაა, რომ არ გვაქვს. ეს დაახლოებით იმას გავს, თქვათ, აი, ვისაც არ გაუგონია ქრისტე, თქვათ, არ არის ქრისტიანობა და ის უფრო ადვილად გამართლდება ღვთის წინაშე, იმას შეუძლია თემაის თქვას, რომ იცი რა, მე არ ვიცნობდი ქრისტეს. მას შეუძლია მის თქმა გაცილებით
მისგან, ვინცაც გაუგია ქრისტეს, მონათლულია კიდე შეიძლება ბავშვობაში და მაგრამ მას უკვე ინტერესი არ გამოუხატავს, არ დაინტერესებულა თუ ვინ არის ქრისტე. და მას როგორ ეხება პირადად. თქვა, ანუ ამ შემთხვევაში იქ ობიექტური პირველ შემთხვევაში ობიექტური გარემოება არის, რომ არ გაუგია ქრისტე. ამ შემთხვევაში ჩვენი, მხოლოდ ჩვენი ბრალეულობა არის, რომ ჩვენი სიზარმაცის, ჩვენი, რა ვიცი, სხვადასხვა გართობის თუ საქმეების თუ, რა ვიცი, სხვადასხვა მსხვერპლობის თუ, უბრალოდ უინტერესობის გამო თუნდაც ბევრი მიზეზი აქაც არ მოგვინდა, თქვათ, გაგვეცნო ქრისტე. ხო? ანუ ეს დაახლოებით ამას გავსმეთ კი რა, დაახლოებით. სამაგერო დღეს ეკლესია იხსენებს ყველაზე მაგარ ადამიანებს. ყველაზე მაგარ ადამიანს, ყველა ისაც ვიხსენებ, ყველა მაგარი ადამიანია, თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით მაგარ ადამიანებს იხსენებს ეკლესია. სწორედ აღდგომიდან მეორე კვირა გამოდის, ხო? თომას კვირა იყო წინ და ახლა ანუ კვირაცხოვლების მერე აღდგომის განახლების შემდეგ იხსენებს ყველაზე მაგარ ადამიანებს, რომლისგანაც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ რა არის სიყვარული და სიყვარულის ყველაზე ერთ-ერთი გამოვლინება, რომელიც არ არის ადვილი სხვადასხვის. სიყვარული ხო არ არის ადვილი და არ არის, მაგრამ აი ამ სიყვარულის შემადგენელი ნაწილი არის, რომელიც ყველაზე მეტად გვიჭირს ხოლმე. ამას ქვია ერთგულება. ერთგულება, არ გიგონოთ ყველაზე ადვილი რაღაცა. ყველაზე რთული არის ერთგულება ამ ერთგულების ყველა ელფერში. მნიშვნელობა არ აქვს რაში ხარ ერთგული. საქმეში ხარ ერთგული, ცოლქრობაში ხარ ერთგული, მეგობრობაში ხარ ერთგული, თუ რა ვიცი, რაში. ერთგულება სადაც არის დასაფიქსირებელი. იქ საკმაოდ რთული არის, იმიტომ რომ ერთგულება სხვანაირად ერთგულებას ქვია სიყვარული. ერთგულება ცალკე არ დაფრინავს და ცალკე არ არსებობს. არც სიყვარული არ არსებობს ცალკე, ესმით. აი თუ გნებავთ რა არის სიყვარული, სიყვარული სწორედ გამოიხატება არის საქმეში აღვლენილი ქმედება. ცარიელი და ემოცია რო არ არის სიყვარული, ამაზე ბევრჯერ ვისაუბრია, ხო? ანუ სენტიმენტები და გულაჭუყოები და გულისფრიალები ეს რო სიყვარული არ არის ქრისტიანობაში, რომ არაფერი საერთო არ აქვს სიყვარულთან, მე მგონი ჩვენ მომრევლმა ის იცით кайხანია, ხო? არაფერი საერთო ეს არა რაღაცა ფანცკალები გულის და ჟუანტელები, ეს სიყვარული საქმის გარეშე რომ მკვდარია, ესეც უნდა ვიცოდეთ, ხო? ანუ და საქმე რა არის? რაღაცაში უნდა გამოიხატოს, ხო, ეს სიყვარულია რა. მარტო მიყვარხარ და რა მე. ხო? ძალიან ძნელად ვამოვხმობ ამ სიტყვას, იმიტომ რომ თუ ვიტყვი ამ სიტყვას, მინდა რომ ამ სიტყვის შესაბამისად უნდა ავმაღლდე ხოლმე და ავქაჩუ ჩემი გულება. ძირითადად კაი ვარიანტშიც ხოლმე, კაი ვარიანტში, საუკეთესო ვარიანტშიც კი, თორსა ჩვენ მართლა გულსფრად ვიძახით ვიღაცას მიყვარხარ და გვეუბნებით ამას, ხო? ეს უფრო სურვილია ხოლმე, ვიდრე რეალობა. სურვილია რომ მიყვარდეს. მიყვარდე, თორსა ვეუბნები ადამიანს, ეს უფრო სურვილის გამოხატულება არის და არა რეალობის. მაგრამ ეს თვალსაჩინო კი არ არის ეს, თორსა ამას ვამბობ. არამედ ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ მე მინდა რომ მზად ვიყო და რომ აი მიყვარდე. გესმით? აღალაბარგოთ თვალსაჩინოს რა თქმა უნდა. ის სხვა რაღაცა არის. ხო და სიტყვა, ანუ საქმის გარეშე თუ მარტო ამას ვიძახი და არ ვცდილობ აი ამ სიტყვას ვიძახი სიყვარულს მე რაღაცნაირად თელი ჩემი ეს გაზურქებული და ეს ეგოისტური და ეგოცენტრული ჩემი ბუნება რომ ვაიძულო რომ საქმეს მიუახლოვდეს, ანუ საქმეში მიყვარდეს ვიღაცა. ესმის? ხო? ეს რა თქმა უნდა არის სიყვარულის ბრძოლა არის და აი ერთგულება სწორედ საქმეში გამოვლენილი სიყვარული არის. ანუ ერთგულება ცალკე კი არ არის, არამედ სიტყვა საქმე არის, ანუ სიტყვა სიყვარულის განხორციელება, ანუ ხორცშესხმა არის, ანუ პირდაპირ საქმეში გამოხატულობა არის ერთგულება. ანუ როცა ვიძახით სიყვარულს, ერთგულებაც აქვე არის. აქვე კი არ არის სიყვარულია, როგორც ეს საქმეში კონვერტირებული არის ეს ერთგულება. და აი
ვისაც ყველაზე მეტი ერთგულება შეეძლოთ სახარების უთხრობაში, აი 4 სახარება ხო გვაქვს და ეს ისტორიები ყველა ვიცით, ყველაზე ერთგული ქრისტეს. მე რომ გაიგეს რომ ღმერთია და განკაცებულია და სამების მეორე პირია, ხო მეც ძნელია ერთგულება, მაგრამ უფრო გასაგები და უფრო მე ბევრი ადამიანი არის მისი ერთგული, მაგრამ როცა არიციან ამაშია საქმე, ვინ არის საბოლოოში? კი, წმინდანი არის, კი, ღმერთის კაცი არის, რომ აი მადლი აქვს და სასწაულებს ახდენს, მაგრამ ვინ არის საბოლოო? ან ვინ რას წარმოადგენს ხო არიციან იმ ხალხმა იმ სახარების უთხრობაში, როცა ჩვენ ვკითხულობთ სახარებებს, არა არიციან ვინ არის ანუ რეალობაში. ნამდვილად არიციან. იმიტომ რომ ერთი გაყიდის, ერთი უარყოფს სამგზის, დანარჩენები გაიქცევიან, მიატოვებენ ჯვარზე. არიციან რომ აღსდგება, იმიტომ რომ ვინ მიატოვებდა მაშინ. მანამდე იყოფდნენ მინისტრის პორტფელებს უკვე იქამდე, სანამ ვინ პირველი და ვინ მეორეა იყო მოციქულები, არა? ეგ მერე გაიზრდებიან ქრისტეში. მერე ადვილია უკვე, თქო, ვიცია რომ თუცა ხელს დაადებს თომა ჭრილობაზე და ნახავს. მერე ადვილია. იმიტომ ეუბნება ქრისტე თომას გახსოვთ, წინაპირ ამბას აკითხავია ეს რომ შენ მიხილე და წამსი კარგი არის რა თქმა უნდა, სულ ეგეც არა რა თქმა უნდა, მაგრამ ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უხილავს და ისევ წვენეო. ეს ჩვენ გვეხება უკვე, ჩვენ. ხო და დღეს არის იმ ადამიანების ხსენება, რომლებიც არა თქმა უნდა იმათაც არიციან, მოციქულებმა თუ არ იცოდნენ, რა თქმა უნდა, ვინ იყო ქრისტე, ანუ ეს ღმერთიც იყო და ადამიანიც იყო, მოციქულებმა არ იციან ამ პერიოდში, მითუმეტეს ამათ არ იცოდნენ ეს არა. დღეს არის იმ ადამიანების ხსენება, რომლებსაც იესო ქრისტე მართლა უყვარდათ, რეალობაში უყვარდათ. რეალობაში ანუ სიტყვებით კი არ უყვარდათ მარტო, არამედ საქმით უყვარდათ და უყვართ ახლაც, რა თქმა უნდა. თორე ისინი ცოცხლები კი არ არიან, ღმერთი ცოცხლების არის, კაცო. ჩვენი ღმერთი. როგორც ეუბნება დავით როზე ებრაელებს, არა? ღმერთი ღმერთი კი არ არისო, არამედ ცოცხლებისა, აბრაამის, ისააკის, იაკობის. დიახ, ესენი ხალხსაც ვისაც ვიხსენებ, ესენი ცოცხლები არიან, რა თქმა უნდა. მე წარსული დროის ლაპარაკობ, იმიტომ რომ იმ მოვლენებიდან გამომდინარე ლაპარაკობ. უყვარდათ მეტი, იმიტომ რომ ახლაც უფრო მეტია მათი სიყვარული. ხო და რაში გამოიხატა? მათ არიციან იმ დროს, რომ ის ღმერთი არის ამავდროულად. არიციან ის, რომ ის აღდგება, მათ იციან ის, რომ მოკლეს. მათი საუკეთესო მეგობარი, რომელიც უყვართ. მათ იციან, რომ ამ საუკეთესო მეგობრისგან ბევრი სიკეთე ახსოვთ. მათ ეს მე და პასუხობენ ამ სიკეთითაც. და ერთგულება იმაში არის, რომ ეს ამ ხალხმა არ მიატოვა ყველაზე უკიდურეს კრიტიკულ სიტუაციაში იესო ქრისტე. არ აიღო ხელი მასზე, ანუ ქრისტეზე, როდესაც ის საფლავში არის და ჯვარზე არის და მოკლდა რა და ყველა იმედები დასამარდა თითქოს და ხო თითქოს კი მათთვის ეგრე არის ხო. უბრალოდ მათ სიკვდილშიც კი უერთგულეს ქრისტეს. სიკვდილშიც კი უერთგულეს, როდესაც სიცოცხლეში პერმანენტულად მაინც არიყვნენ მასთან. კი, ხაიხმარებოდნენ რაღაცეებს კი უკეთებდნენ, მაგრამ პერმანენტულად იყვნენ მოციქულები. სამნახევარწევრი. არ მოშორებიან ქრისტეს, მაგრამ ისინი გაქცეულები არიან ამ დროს. ეს ერთგული ადამიანები, რომელიც როგორც გითხარით, ეკვივალენტი არის სიყვარულისა, საქმეში გამოხატულისა, ანუ ერთგულება თქო არა, არიან მენელსაცხებლე დედები. ანუ ქალები, რომლებსაც არ ეშინიათ ებრაელების, არ ეშინიათ არავის განკითხვის, კიდე საზოგადოების მაშინდელ პატრიარქალურ საზოგადოებაში კიდე ქალი კიდე მოგესალმება როგორი უფლებო არის, ხო? თვითონ ეს დამოუკიდებლად მოძრავი ქალი კიდე თვითონ ეს ფაქტობრივად შეუძლებელი რაღაცა არის. ამის არ ეშინიათ და მიდიან ჯვარცმასთან და უპატრონებენ იესო ქრისტეს. ორი კაციც არის გამონაკლისი. ორი ძალიან მაგარი კაცია გამონაკლისი აქ. თუკი კიდევ მეორე პერმანენტულად მოციქულები დაყვებიან მას, ესენი არ არიან ესე აშკარად მისი მოწაფეები, წარმოიდგინეთ.
ოსა დიდებაშია ქრისტე გაგებით რომ სასწაულებს ახდენს, მკვრებს, აცოცხლებს, გესმის მოწაფეები ყველა თავს ეხება და აბა მოძღვას კითხე, აბა ჩვენთან სხვა მოგზამდება და სულ აი ამ და იმიტომაც მე ვეცდილობენ მოციქულები წარმოიდგინეთ რომ მეფე გახდება და მე ერთი დავждები მარჯვნივ, მეორე მარცხნივ და ისინი ხები კიდე ბრაზდებიან და რაღაცა. ესენი მაშინ იქ არ იყოფენ თანამდებობებს ეს ორი კაცი პირიქით არ ჩააცალეს ის გვერდი. წარმოიდგინე და როგორც კი მოციქულებმა დაინახეს რომ ქრისტე დამთავრდა ისინი გაიქცნენ. და ეს ხალხი რომელიც ქრისტეს დიდებაში და ძალმოსილებაში სამ სასწაულებს ახდენდა, მაშინ არ ჩანდა წარმოიდგინე. ისე ეხმარებია. პავლე. ახლა უცა დამარცხდა, ხო გარებულა ქრისტე. მოკვდა, ერთ დამარცხობის გასხვია. მოკვდა საერთოდ და ჯვარზე კიდია. მაშინ ჩდებიან წარმოიდგინე. ამ დროს ამათ ეს ორი კაცი ის გამოჩნდა. დასაკარგი გაცილებით მეტი აქვს. ვიდრე იმ ღატაკ მეთევზეებს, რომლებიც მოციქულები თავიანთი სიცოცხლის გარდა არაფერი არ აქვს დასაკარგი. და ამათ იოსებ არიმათიელს და ნიკოდიმოს ძალიან ბევრი რაღაცაა დასაკარგი. ერთი თავისი სოციალური მდგომარეობა. იოსებ არიმათიელი ძალიან მდიდარი არის. სინედრიონის წევრიც არის. ისევე როგორც ნიკოდიმოსი, ხო? და გამოდიან აშკარად პილატესთან შედის არიმათიელი გამოსთხოვს პილატეს იესოს გვამს და თავის მამულში გამოკვეთილ საფლავში დაასვენებენ ქრისტეს. მოკლედ ამ ხალხმა ყველაზე დიდი ერთგულება გამოიჩინეს, ყველაზე დიდი სიყვარული გამოიჩინეს და შემთხვევითი არ არის საქმე უნდა ისიც რომ ამდგარი მაცხოვარი პირველი ერთ-ერთი პირველი ვისაც ეცხადება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მერე არიან ეს ქალბატონები. შემთხვევის სულებიც არ არის. დიახ. ასე რომ ჩვენ ბევრი რაღაცის სწავლა შეგვიძლია ამ ადამიანებისგან და შეგვიძლია სწავლა როგორც მაგალითი დევს და ესე კი არა, ეს მაგალითები ამდენი იმდენი გვაქვს. არამედ თუ კი ესენი ცოცხლები არიან დღესაც და უფრო მეტი სიყვარული ისწავლეს ქრისტეში, ხო? ისინი ხო ჩვენი ეკლესიის წევრებიც არიან, ანუ ეკლესიის წევრები. თქვენ თვითონ შეგვიძლია მიმართ პიროვნულად წმინდა მარიამ გადაიდო. წმინდა სალომე, რა ვიცი. გამეხმარე რომ ვისწავლო რა არის სიყვარული. რა არის სიყვარული გასაგებია ყველამიცი. ქრისტიანული სიყვარული. ვიყო ერთგული რაღაცეების. თქვა, მიცემული სიტყვის ერთგული ვიყო, მიცემული საქმის ერთგული ვიყო, ოჯახის ერთგული ვიყო. რა ვიცი. ადამიანის ერთგული ვიყო. რა მნიშვნელობაა რა სტატუსით არის ეს ადამიანი? შენი ქმარი არის, მეუღლე არის, უფროსი არის, მეგობარი არის, რა ვიცი, პატარა ბავშვი არის, მეზობელია თუ მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის. დაგეხმარებიან აუცილებლად. დაგეხმარებიან რაში დაგეხმარებიან, იცი? თქვენ გადაწყვეტთ, რომ აიძულოთ საკუთარი ეგოისტი ბუნება ძალისხმევა გაიგოთ, გადაწყეთ, ჯერ კი არ გაიღებთ, გადაწყვეტ. აი, ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებიან, შეგეწევიან. ერთმა შეგვაძლებინოს ასეთი სიტუაცია ჩვენთანაც. ეს შეუძლებელი არ არის. შეუძლებელი კი არა, ეს თუ ქრისტიანი ხარ, აუცილებელი არის. აუცილებელი ვერ იქნები ისე სიყვარული ამის გარეშე, სიყვარულის გარეშე. ვერ იქნები თუ კი ცნებას იყარებოდნენ ურთიერთას არ აღვასრულო. იმიტომ ეს არის ერთადერთი ცნება, რომელიც დაგვიტოვა იესო ქრისტე. ახალ სამცნებასა გაძლევთ თქვენ, იყარებოდეთ ურთიერთას. ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე. დაგვიტოვა ეს ცნება. ამ ცნების აი საქმეში აღსრულებას მე ყოფილა ერთგულება. სხვა რაღაცებიც არის კიდე, მაგრამ ერთ-ერთი ერთგულება არის. სხვა გადაგებაზე გეტყვით. ერთმა დაგვიწყო.